როგორ შოულობენ მილიონებს თბილისის მერიაში. ეს ადამიანები გახდნენ მილიონერები ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს. შესაძლებელია ეს მერიაში მუშაობით მოხდეს? ხალხს, ვისაც კალაძის გუნდში მშენებლობები და რემონტები ჰქონდა ჩაბარებული, ჩვენ ვუპოვეთ სახლები ცოლისდის, ბინები ნათესავების და მიწების სიმამრის სახელზე. რამდენად შესაძლებელია საჯარო მოხელე ხელფასით გახდეს მილიონერი? სად იყო კალაძე, როდესაც მის უწყებაში მილიონები იჭრებოდა? თქვენი პასუხისმგებლობა არ არის თქვენს დაქვემდებარებულ უწყებაში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე მაგ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. დიღომი, მცხეთა, ლისი, ბაგები, სადაც ქონება ძვირად ფასობს, ნაპოვნია მხოლოდ 2 მაღალჩინოსნის ნათესავებზე, გაფორმებული დიდძალი ქონება. თხინვალაში ხო თქვენ იყიდეთ ბატონო ედიშო? ვის? თხინვალაში მიწა ხო თქვენ იყიდეთ სახლის აშენებას რომ აპიროთ? თუ ეს თქვენი სიძის არის? სახლების ეზოებში, რომელიც ხვების სახელზეა გადამალული, ჩვენ გადავიღეთ ასობით ათასი ლარის ღირებულების მანქანები. გალდებულია ბატონი შალვა, ვიცით ხო? მერიაში ვიცი რომ მუშაობს. მილიონები გაუჩნდა ხალხს, ვინც ბაღების მშენებლობა რემონტზე ფულის ხარჯვას აკონტროლებდა. მე ჩემი ცხოვრებულობა და მე არაფერში ბრალდებული ვარ და მე ჩემი საქმე გეკითხებით. დაელოდე და ნახე, მოიპარეს თუ არა ბავშვების ფული, რომ თავად მილიონერები გამხდარიყვნენ. თქვენ ბატონი შალვა სიდებრი ხართ ხო? ხომარება რაღა პაპუაშვილი სიდეთის მიადგებით ხოლმე თამაღები ცოტა სპეციალიზება არ დამიმთავრებია და არც უამთო. ხარებას ხალხს სისტემაში აბრუნებენ. რაზე დაგასაქმეს სუსში ბატონო მირზა რომელ კითხვა ჯერ ესეთი. ის ვინც მომიტინგეებისთვის მოწყობილი წამების ღამეების გამო მაგნიცკის სიაში ჩასვეს, გომელაურის შემდეგ ახლა მდინარაძემ გადაიბარა და სუსში დანიშნა. რომელ დეპარტამენტს გაბარებენ ბატონო მირზა მიხარ? აბა უბრალოდ ოპერად დაგნიშნეს? ვინ რა პოსტი მიიღო და რას აპირებენ? კულისებში გადაყვანილი ხარება ჯერ ისევ შეთავაზებას ელოდება. არაფერი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს საინტერესოს ბევრი ეკავა. 8 საათზე ნახეთ, რისთვის დასჭირდათ ხალხის წამებისთვის სანქცირებული სპეცრაზმის ბოსების უკან დაბრუნება. როგორ ხართ ბატონო მილერ, თქვენც ხომ არ დაბრუნდით სისტემაში? რატომ იცინით, ხრაში გამომიჭირეთ? რუსეთში საქართველოს დიპმისიის უფროსად ახალი კადრი დანიშნეს. ვიზზე დადეს ამჯერად ფსონი. ვისი გადაწყვეტილება იყო ბატონი ალექსანდრეს გაგზავნა, თქვენი კობახიძის თუ ივანიშვილის? უკვე 2 თვეა სპეცწარმომადგენელი საქართველოს საელჩოში ზის, მაგრამ ქართული ოცნება ამ ამბავს გიმალავდათ. ჩემი თანამდებობებში ახლა კობახიძე. ყოფილი მოსამართლე და მინისტრის ყოფილი მოადგილე კობახიძის კაბინეტიდან. არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი. ვის ჩააბარეს მოლაპარაკებები პუტინის რუსეთთან. არა, მათ ჩვენეთ გადაწყვეტილებები კომისნიერთი არ გელაპარაკე. საკომუნიკაციო არ ვალდებო. აქამდე ოცნების კურიერი მოსკოვში ფარცხალაძე და მისი ხალხი იყო. ახლა კი რეალობა შეიცვალა. ფარცხალაძე ოცნებას ზალას მოსკოვიდან უჩვენებს. ავრცელებს კადრებს, როგორ ზის შეხვედრებზე კადიროვის ხალხთან ერთად. бывший прокурор prosecutor of Georgia. Сегодня он находится здесь. Вот если сейчас здесь вот посмотреть, уже гражданин. ფარცხალაძის დადგმული შოუ, რომ ივანიშვილთან ჯახი აქვს, თუ შეგირდის შურის ძიება, რომელიც ნათლი მამამ გააბრაზა და სამაგიეროს გადახდისთვის ემზადება. მე ვიყავი აი ამ და რომ ყვიროდნენ არა ჩემი მეგობრები გავედი. ჩხუბი ეკლესიაში მღვდელს არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროების გამო მრევლი წირვაზე მიუვარდა. წირვიდან გამოიყვანეს მე მგონი მამაო და რას ერჩოდეთ არ ვიცი. მრევლი მღვდელს ბრალსდებს, რომ ტაძრის საკურთხეველში მრუშობდა. ის აქვთ გადაღებული რამე ვიდეო როგორც მე მიღებთ ახლა? ტაძარში ჩხუბის შემდეგ სტიქაროსნები ეკლესიაში აღარ დადიან. მრევლი ვეღარ ხედავს სტიქაროსნებს და საწავიდნენ ეს სტიქაროსნები. იმ ჩხუბის მერე არ მოვიდნენ. მღვდლის წინააღმდეგ იჩივლეს საპატრიარქოში. ზნეობის კომისია მტკიცებულებებს ითხოვს. დამახტეს რაღაც მტკიცებულებების საკმარისი რაოდენობის შეგროვება. ეს ამბავი ნახეთ დღეს 8 საათზე. თეთრი სიკვდილი თქვენი შემადგენელი ნაწილია? ვინ აფინანსებდა მოძრაობას, რომელიც ქუჩაში ხალხს თავს ესხმოდა, სემდა და თვითმკვლელობამდე მიჰყავდა? იმაზე ყოლება ვიღაცა ალბათ კრიშა. ამან რა იცით შევიდა. წლები თბილისის შუაგულში წამების სივრცეები იყო. მსხვერპლს იტყუებდნენ, სცემდნენ და ძარცვავდნენ.
შაბათის ეთერმა იპოვა მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი მეთაური, ვინც ეს სისასტიკე შექმნა, ქართული ოცნების ტიტუშკების ჯგუფში ირიცხებოდა. ქართული ოცნების მხარდამჭერი რო იყო, ამდენი ხნის განმავლობაში, იმიტომ არ ეკარებოდა არავინ. არ გეკითხება. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომ ნეონაცისტური ჯგუფის შემქმნელი მანამდე დაკავებული ყავდათ, თუმცა შემდეგ ციხიდან გამოუშვეს და ნასამართლეობაც გაუქარწყლეს. ამ დროს შექმნა ჯალათთა ახალი ჯგუფი, რის სანაცვლოდ მფარველობდნენ კრიმინალს. თქვენ ჯაფაროვის დაჯგუფებაში იყავით თუ აბესადის? აბესადში. ვიდრე დააკავებდნენ თეთრი სიკვდილის დაჯგუფების წევრებს, შაბათის ეთერმა მათ მიაგნო. ვის ინიციატივით ხდებოდა ვიდეო გადაღება? ჩვენ გიცებულება რო ხომ. ისინი დღეს 8 საათზე თავად მოყვებიან, როგორ აღმოჩნდნენ სკოლის მოსწავლეები მწამებელთა ჯგუფში. ნახა, მეტრ 95-იანი ბავშვი მაღალი ზაროვი და ჩაიდრიე. სპეცოპერაცია პირდაპირ ბაზიანის ბაზაზე. თეთრი სიკვდილის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წევამდელი აღმოჩნდა. კირიკას დაჯგუფებაში იყო თუ კასტეტას? მალთთან რო ყოფილიყო, სამხედროში წავიდოდა. თეთრი სიკვდილის მოძრაობა, რომელიც თვეები ისე არსებობდა, რომ ვერავინ ეხებოდა. ნახეთ მეტი საღამოს 8-ზე.